მე ვარ ელენე აბაშიძე, ფერის საჯარო სკოლის მე-10 ბ კლასის მოსწავლე. ელენე აბაშიძეზე დიდი ხანია მინდა ჩავწერო ვიდეო. რადგან ის ერთ-ერთი პირველი წევრია STEM კლუბის და მით უმეტეს დასაფასებელია, რომ ის პირველად არც იყო ჩემი მოსწავლე, ფიზიკას არ ვასწავლიდი, როცა შემოუერთდა კლუბს. წინარე კადრებში 9 ივნისის ლაბორატორიის გახსნის დღეა ნაჩვენები, როცა ელენე თავის მეგობრებთან ერთად წარადგენდა ქალაქის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სარადარო სისტემას, რომელიც მან დამოუკიდებლად დააწყო. ზოგადად STEM კლუბში ყველაზე მეტად ვაფასებ დამოუკიდებლად მუშაობის უნარებს. რადგან ფიზიკურადაც არ არის ზოგჯერ დრო, რომ ყველასთან სათითაოდ მივიდე და რაღაც ავუხსნა. ელენე არა მხოლოდ დამოუკიდებლად აწყობს Arduino-ს სხვადასხვა პროექტებს, არამედ ძალიან მეხმარება ხოლმე ახალ მოსწავლეებთან, უხსნის მათ, როგორ უნდა იმუშაონ. სამწუხაროდ ვერ ვიპოვე ის პირველი კადრები, როცა 24 წლის გაზაფხულის სემესტრში ელენე დადიოდა STEM კლუბის შეხვედრებზე და მობილურ აპლიკაციებს აწყობდა. მოდით დანარჩენზე თვითონ ელენეს მოусმინოთ. მე მესამე წელია რაც STEM კლუბის წევრი ვარ და ძალიან მომწონს აქ მოსვლა. ვაწყობთ ბევრ პროექტებს, გავიგე Arduino-ს შესახებ ბევრი ინფორმაცია, ასევე მონაწილეობთ პროექტებში, მივიღე მონაწილეობა ჭკვიანი ქალაქის აწყობაში და მომწონს რომ ჩვენ სკოლაში მოდის ასეთი პროექტები და მე ვიღებ მაშინ მონაწილეობას. მოგესალმებით, ფერის საჯარო სკოლის მე-9 ბ კლასის მოსწავლეები ელენე აბაშიძე და უკა. დღეს ჩვენ წარმოვიდგენთ Arduino-ს პროგრამულ სისტემას, რომელიც სერვერ ბრაუზერის მაგნიტური ულტრასონიკის ნაშთებია. ულტრასონიკი ადეკვატს მის წინ მდებარე ობიექტებს და აღრიცხავს ამ ობიექტებზე მანძილს. ჩვენ კი ამ ყველაფერს ვაკვირდებით სერიალ მონიტორზე. ასევე ასეთ სისტემები გამოიყენება სხვადასხვა სისტემებისთვის, მაგალითად სახელმწიფო თავდაცვის სისტემისთვის და გასაიდუმლოებული ობიექტის დასაცავად. და ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ შარშანას დავდივდით კლუბის შეხვედრებზე და ჩვენ თბილისში შევიტანეთ სკოლის მობილური აპლიკაციის შექმნაში, Arduino ტუტორიალის შექმნაში. სხვათა შორის ჩვენი მობილური აპლიკაციის ლინკები დევს YouTube არხზე და შეგიძლიათ გადმოწეროთ და გამოიყენოთ. ელენე სარადარო სისტემისა და სხვა პროექტების პრეზენტაციას ხშირად აკეთებს ხოლმე გამოფენებზე. მაგალითად ვიყავით გონიოს ციხეში გამოფენაზე და ასევე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში სამეცნიერო ფესტივალზე. და მინდა გითხრათ, რომ ის ზუსტად პასუხობს ხოლმე დამთვალიერებლების კითხვებს, რომ ხანდახან მიკვირს ხოლმე კიდეც, რომ როგორ უცებ მოიფიქრა და ჩვენ ამაზე არ გვისაუბრია ხოლმე და წინასწარ არ შეგვითანხმებია. შეიძლება გარკვეული ინფორმაცია, რომელსაც ის გადასცემს ხოლმე დამთვალიერებელს რაღაცა ერთმანეთის გავსი ტექსტებით გამოირჩევა, მაგრამ სხვანაირად ვერც ისაუბრებ ამ პროექტის შესახებ. ასევე მინდა ხაზი გაუსვა ელენეს მშობლების მხარდაჭერას და ჩართულობას მის აქტივობებში, მაგალითად გამოფენაზე მოყვებიან ზოგჯერ ელენეს და მხარს უჭერენ ყველანაირად. ასევე ელენე ძალიან გულშემატკივრობდა გასულ წელს მისი დამრიგებელი დათო მამუჭაძე, რა ვიცი, ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა მისგანაც და ერთ პროექტზე თბილისში წაიყვანა კიდეც დამრიგებელმა მეგობრებთან და მშობელთან ერთად. ძალიან მიხარია, რომ ჯერ მე-10 კლასშია, კიდევ 3 წელი გვექნება შესაძლებლობა რომ STEM კლუბში აქტიურად მიიღოს მონაწილეობა და ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც აქამდე დააგროვა, შეიძლება წარმოაჩინოს სხვადასხვა კონკურსებსა და გამოფენებზე. წელს უკვე ელენეს კლასი რობოტექნიკასაც სწავლობს და საგაკვეთილო პროცესშიც ბევრი აქტივობა გვაქვს ისეთი, რომელიც ტექნოლოგიებს უკავშირდება. მისი ეს ცოდნა და გამოცდილება საკმაოდ კარგი დახმარება ჩემთვის გაკვეთილზეც. მისთვის კი ლიდერობისა და გუნდური მუშაობის უნარჩვევების განმტკიცებაა და სხვათა შორის ხშირად ვხედავ ხოლმე მის კმაყოფილ სახეს რობოტექნიკის გაკვეთილზეც და STEM კლუბშიც. იმედი მაქვს, რომ სწორად ვგრძნობ ამ ემოციას და მომავალში კიდევ უფრო ბევრს გავაკეთებ მისთვის. ნამდვილად ისეთი მოსწავლეა, რომ რაღაცას რომ ჩააბარებ, ბოლომდე რომ პასუხისმგებლობით იქნება, არ გააცდენს, არ
ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს და აქვს კიდეც ნამდვილად ასეთი ტექნიკური უნარჩვევები, რომელიც ვთქვათ ინჟინერიას და არდუინოს პროექტებს სჭირდება და აი ბოლომდე მიაღწევს მიზანს და აწყობს და ასრულებს პროექტს თუ რამეს ვეტყვი. გაკვეთილზე გქონდა ამას წინათ შემთხვევა, რომ ესეთი რაღაცა მოვიფიქრე, უცებ არდუინოს კომპლექტებით შევედი და აი პირველი ვინც მოყვებით აწყობთ მეთქი და პირველი ელენემ გამოიჩინა ინიციატივა და აწყო კიდეც მშვენივრად. აი ამ კადრებშიც ახლა გამოფენაზე რომ ვუღებდი, რაღაცეთ ვერ შევარჩიე რაკურსი, ვერც ეს გენერატორი ავიღე უცებ რო ეფარებოდა სახეზე და იმიტომ რომ ეს გამოხდილი წყლის ბოთლი გვედო და ისიც შემეშინდა არ დამექცეს თქონდა ტელეფონით ვიღებდი და ესე ნახევრად ჩანდა ამ კადრებში, მაგრამ არასოდეს ესეთ რაღაცებზე გართულება არა აქვს, იმდენად ორიენტირებულია იმაზე, რომ აი რას გააკეთებს, როგორ გაიზრდება პიროვნულად და არა ის, რომ აი სადღაც გამოჩნდეს და ვიღაცას თავი მოაწონეს. ბევრ წარმატებას ვუსურვებ ელენეს, დანარჩენს მოგიყვებათ თვითონ თუ რა გეგმები აქვს სამომავლოდ STEM კლუბში. მე დავდიოდი და კიბერაკადემიაში გავიარე სამთვიანი კურსი გრაფიკული დიზაინის შესახებ და ახლა მინდა ვისწავლო 3D მოდელირება. მინდა შევქმნა 3D მოდელები, რომ შემდეგ 3D პრინტერზე დავბეჭდოთ, რაც სკოლას გამოადგება. როდესაც მე დავასრულებ 3D მოდელირებაზე სწავლას, მინდა გავაკეთო ჩვენი სკოლისთვის უჯრედის მოდელი, რომელიც ბიოლოგიაზე დაგჭირდება და გამოვიყენებთ.